თბილისი კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრად გადაიქცა. დე-ფაქტო ხელისუფლების არაფორმალური დაჯგუფებები ერთმანეთს პრაქტიკულად ქუჩა-ქუჩა დაასდევენ. ხარებას და ვიცე-გუბერნატორის შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ პირველებისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ერთი დაჭრილის გარდა არიან ნაცემებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს რა თქმა უნდა არც ამ საქმეზე გაუხსენებია რაიმე ინფორმაცია. გუშინ პირველებმა ოფიციალური დადასტურება მიიღო ჰელსინკორიდან, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 33 წლის მამაკაცი მათ კლინიკაშია მოთავსებული. ხარება შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ უფრო მეც პირდაპირ ეთერში ახლა მარიამ მაკასარაშვილი მოგვიყვება. მარიამ, გისმენთ. დაჭრილი ჯონი მარიდაშვილი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ახლა კი ტელეპირველისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, როგორც ირკვევა, დაპირისპირება სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა. ეს არის ერთ-ერთი სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენი ინფორმაციით დაპირისპირებული მხარეები სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მოქალაქეები კი პირველობთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა ამ კორპუსის ჩატში მოქალაქეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ რა ხდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი ინფორმაციით დაჭრილია ჯონი მარიდაშვილი და გარდა ამისა არიან სასტიკად ნაცემებიც. ორი პირი არის სასტიკად ნაცემი. ამ ინფორმაციას ადასტურებენ აქ მყოფი მოქალაქეები და ამბობენ, რომ აქ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ უნახავთ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ ადგილზე, უნდა დაეთვალიერებინათ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები და უნდა გამოეკითხათ ადგილობრივები. კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების ვინაობას ჩვენ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბუნებრივია არ ვასახელებთ, თუმცა აქ მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ 17 იანვარს აქ სრული პანიკა იყო, რადგან აქ ნახეს ხარებას და შინჯიკას დანაყოფის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. იყო რამდენიმე გასროლა, ამ გასროლის შემდეგ კი დაჭრილია ჯონი მარიდაშვილი, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით სწორედ ერთ-ერთ სპორტდარბაზში იყო დასაქმებული. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ხარებას დანაყოფის წარმომადგენლებმა მას აქ მოუწყეს ჩასაფრება და მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ამის შემდეგ კი სცემეს ყველა ის პირი, ვინც ადგილზე იყო. ჩვენი ინფორმაციით სასტიკად ნაცემია ორი პირი. ხო. რას წერდნენ, რა მოხდა? ასროლები ყოფილიყო, მაგრამ მათქნასაც თქვა. ხო. და დაჭრილია ერთი პირი, ხო? ერთი გატაცებულია. ხორცის წინაპრებს კიდოდებული რა ხდება სპორტდარბაზში. იარაღი ისროლის და სხვა პირს ხომ არა. მე რიდო ფოტო მაგალითად ახლა ეს წამო. ფოტო იმართავს, რომ ეს წაშლილია. ამანქანიდან ისროლეს. ამანქანის ხოდა მოხდრილი და სავარაუდოდ სროლის შედეგია. რა ხდება კამერებს და თქვენი კი მუშაობდა. საფალი ჭიყო ჯო. თქვენთან პოლიცია ხომ არისო მოსული? 17 იანვრის შემდეგ. არა? 17-ის მერე აქ რამე საგამოძიებო მოქმედებები არ ყოფილა, არც კამერები დაუთვალიერებიათ, ხო? არის. თქვენთვის ყოველ შემთხვევაში არავის მოუმართავს. ამ ფილიალში კამერები მუშაობს? აქ კამერები არის, მაგრამ შორტ რა არის. იქ სადაც სისხლიანი დაპირისპირება იყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, არის სპორტდარბაზი ასპრია. აქ არის სამეთვალყურეო კამერებიც, თუმცა ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ეს კამერებიც არ მუშაობს. ეს არის საინტერესო დამთხევა, რადგან ასპრიას არც ერთ ფილიალში თანამშრომლების განმარტებით კამერები არ მუშაობს. არადა ეს სპორტდარბაზის სივრცე ჩვენ გვახსოვს, რომ წერეთელზეც იყო გარჩევის ეპიცენტრი. ახლა კი ეს მეორე დარბაზიც უკვე იქცა არაფორმალების შეკრების მთავარ ადგილად. სწორედ აქ იყო 17 იანვარს დიდი გარჩევას შინჯიკაშვილისა და ხარებას დანაყოფებს შორის. დაჭრილია ჯონი მარიდაშვილი, რომელიც ერთ-ერთ სპორტდარბაზში მუშაობდა და ჩვენი ინფორმაციით ნაცემია რამდენიმე ახალგაზრდა.